წავედით მე და ტუნტულიკო სკოლაში. დღეს ხვალ და მე სკოლა მორჩა. ხო? ტუნტულიკო. შემოტრიალდი? მაჩვენა როგორ გაცვია შიგნით შორტი ელასტიკი? ცოტაზე აწიედე? ევეკო, შემოტრიალდი მაჩვენა? აი, ესე გამოიყურება შორტი ელასტიკი კაბის შიგნით. რომ ადვილად ითამაშოს და უხერხულად არ იგრძნოს თავი ევეკომ, ხო? თან თხელი არის, თან კომფორტული არის. წავუსვი ახლა. რა არის? მაქედან არა, დედა, იქედან გადავიდეთ, აქედან არა. თან ისა რა ქვია? წავუსვი ახლა მზისგან დავცავი, ყოღვების კრემი. ყოღვებისგან დამცავი და მივდივართ. ტუნტულიკო. რა არის დედა სკოლის ეზოში? დიდი მაგიდაო, სცენა აქვს გაკეთებული და დიდი მაგიდაო, რაღაცა ხდებაო. მეთქი არ არის მაგიდა. სცენა, დედა, სცენა. და ეხა გექნებათ ისა, პროვა გექნებ. წავედი მე. კოცნი. მე რა სასაცილო ეველინა. დედო, რაღაცა ხდება აქო. დიდი მაგიდა აქვს დადგმული. ჩემი სიყვარული. რაღაც სიმღერა აქვს იმისთვის. იმისთვის პირველ კლასელებს, ანუ ორივე ჯგუფს ერთად. ხვალ ნახავთ მაგ ყველაფერს შაბათს. წავიდეთ სახლში, ვისაუზმოთ, დანი ვასაუზმოთ. დანი გოგო კარგად არის. ცოტა ჯერ სიწითლე აქვს მაინც. ბაღში არ უშვებთ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ცოტა ეგრე. თუ რა წავიდა ლიდლში დილიდან. როგორც კი გაიხსნა, მე მგონი პირველი მომხმარებელი იქნებოდა რაღაც შემოიტანეს დღეს და რაღაცა აინტერესება, ახალი რაღაცები შემოიტანეს დღეს. არ მოსულა ჯერ. მე მგონა უკვე მოსული იქნებოდა. მაგრამ არ არის. დავით, ახლა ვასაუზმოთ დანი. ვნახოთ რა. გამოვედით გარეთ მე და ქალბატონი დანიელა, აგერდა? ისე ეჩქარებოდა გარეთ გამოსასვლელად. წაიქცა და ტუჩი დაარტყა. აწია თავი ესე ცოტა შეშუპებული აქვს. დედამ კი მიიღო გულის შეტევა. მოვსული ერთი და მერე გამოვედი გარეთ. მავნე შენ, აწია თავი, დამენახე. მავნე ვინ არის? დანიელა? დედიკოსი რო არ ესმის, რო ეუბნება დედიკო ნელა იარეო და დაფრინა პეპელასავით. ეხა ტუჩი როგორ აგაკ? დავადევით ცივი. მოუსვი ისა რა ქვია კარაქი, აწია თავი. აგერ არ არის კარაქი. ეხლა აღარ არის, ხო? გუშინ აგერი წამო. ხო, მან დრო დაარტყი, მან დაწაკივსი მართალი ხარ. გუშინ არ იყო, ცოტა იქეთ იყო. ესე გამოიყურება ქალბატონი კროქსებით და ამბებით და წავედით ახლა საქმეებზე. სულ მოუთქმელად ელოდება, როდის დაუმზადდება მისი საზამთროს გრანიტა. ხო? კი ხარია? კი. მე დამალევინებ. ნე? დედა. მე დამალევინებ. ტურცე ხელს ნუიკიდებ, ოღონ ძალიან გთხოვ. გაგიკეთეს გრანიტა გოგო? და მოვითხარი ერთი ჭიქაში არ ჩაგვისხათ, ანუ ეს არის ერთი პორცია ეხა, ერთ ჭიქაში რასაც ასხამენ. გაგვიყევით ორად მეთქი, იმიტომ რომ უფრო დიდ ჭიქაში ისხმევა და უფრო მძიმეა და დანი ვერ შეძლებდა ესე ანუ არაკომფორტული იქნებოდა მისთვის და ესე გაგვიყვეს ორ ჭიქაში და დედიკოსაც შეხვდება, ხო? მოგეწონა? საზამთროს გემოთი აირჩია.
ისეთი კარგი ბიჭი იყო შენო, რომელი გემოც გინდაო, მანგო, ბაბულგამიო, საზამთრო, ყველანაირი გემოები მაქო, შენ რა გემოც გესიამონება, იმას გაგიკეთებო და დანიმ საზამთრო მინდაო. წავედით? არა მოიღო ეგ თორე დაისვრე. გადავწყვიტე რომ იყოს ბურგერის დღე და ვიყიდე ხორცის მაღაზიაში აღნოში ბრიოშის ეს ფუნთუშები. არის ხალხო უგემრიელესი, ანუ ბურგერისთვის კი არა, ისედაც რო ჭამო, არის საოცარი. ღირს 6 ცალი 2.45 თუ არ ვცდები, ან 2.45, ან 2.50 არის უგემრიელესი, უფაფუკესი. ნუ საოცრება მოკლედ. ეს გამზადებული სოსი ვიყიდე ბურგერის, ეს მე გავაკეთე იოგურტით, ბერძნული იოგურტით, ლიმონის ცედრით, ლიმონის წვენით, ზეითუნის ზეთით, მარილით და ნიორით. აქ აისბერგის სალათი მაქვს, უკვე გარიცხილი გამზადებული, პამიდორი, ჩედარი, რა თქმა უნდა. ბურგერისთვის განკუთვნილი კატლეტისთვის ფარში, მხოლოდ და მხოლოდ ზეთი, მარილი და ცოტა თვითონ კატლეტის სანელებელი მაქვს გამოყენებული. ასევე აქ გავამზადე კარტოფილი დაჭრილი, ესე მოვათავსე წყალში, ახლა ამოვიღებ ამას ხელსაყოთზე გადავიტან რომ შევაშრო და შევწვავ. ესეთ ჩვენი ბურგერი მზად არის, ესეთი კარტოფილი შევწვი, ესეთ соуსი, ასევე გავაკეთე დაჩვენებთ ახლავე. ესეთი ხახვის მარინადი, აქ არის ბალსამიკო, ძმარი, ზეთი, შაქარი და ცოტა მარილი და ამას ადუღებ ცოტა დიდი ხანი რომ ხახვი დარბილდეს და მოკლედ ზურას აგვუწყო ესეთი ბურგერი. დანიელამ ხელი გვიკრა საჭმლის სახით. ხო, სიხარულო. დანიელამ ხელი გვიკრა სახლის საჭმელზე, არ მიირთვა ბურგერი, არ მიირთვა არაფერი საერთოდ, ასევე გვაქვს აჯაფსადალი, ქათმის სუპი, არაფერი არ უნდა. ისურვა რომ შეჭამოს ეველინას სკოლის საჭმელი. ეს არის კრისარაკი საქონლის ხორცით. ესეთი პასტა არის, ზურა რაღაცას რეცხავს, არ ვიცი რას რეცხავს. ეს არის პასტა სალცით და საქონლის ხორცით. დაუდებ ახლა ამას და იმედია შეჭამს. მაგ უსაშინლესი ალერგია. გოგოები იმხობენ თავზე მთელ სახლს. აი მე რა ვსკევარ ღმერთო. აი უცებ წამომიარა ესე, გავიგუდე, ავიცრემლე. რა ვიცი, მოვალ მე მგონი გონს ცოტა ხანში არ და სახლში მაქვს იმდენი საქმე. ბარო მოდი, მოდი გოგო, მოდი. მოდი გოგო. მოდი გოგო, მოდი. ახლა დღეში ეს. გოგო რა გაყვირებს, გოგო? ნაო, მოდი, მაკოჩე, მოდი, ჩემი გოგო, მოდის დღეს დავალევინეთ. დღეს არა ქუში დავალევინეთ წამალე. ისე ჭკვიანად დალია, ისე წყნარა, ზოგადად არ უყვარს წამლების დანება მოლის. მთელი ეს ჩასატარებელი რა ქვია. კარატეს ილეთები რო წამალი დაალევინა. უჯონა. გოგო, შემოლამაზო. მოლის არ ვაწვეთებ ზემოდან ესე ბარსი თუ რა ქვია. საქართველოში ვაწვეთებენ ხერხემალზე თავიდან კუდამდე ძაღს რო რწყილი ტკიპა და მსგავს რაღაცები რო არ გაუჩნდეს, მასეც არ ვიყენებთ, რადგან გოგოები ძალიან ეფერებიან, ეხუტებიან, ესიყვარულებიან და ბავშვების უსაფრთხოების გამო ვასმევთ აბის სახით წამალს სვამს ქალბატონი, რომ რწყილები და ამბები არ გაუჩნდეს და პლუს ამას ის არის პარაზიტების წამალი, ხო? მოფერება გიყვარს შენ, ხო? აი მეტი და რა ალერგია მაგდენა. კატასტროფულ დღეში ვარ. ამ ყველაფერს ვინ დაალაგებს ნეტა? ასე რო ქნა. თავისთვის რო დაალაგდეს. მაგარი იქნება. მაგრამ არა.